დღეს აღმოვაჩინე იდეალური ურბანული კოცი და არ ვიცნობდი სიმართლე გითხრათ, ვინ არის, არც ახლა არ ვიცი, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ასეთია სტატუს კო ლოიალისტი და მომინდა რომ გამერჩია მისი მოსაზრებები ზოგადად ქართველი ერის იდენტობასთან დაკავშირებით და მოდით ერთად მოვუსმინოთ. მასა, რომელიც წინდა უკან დაეხეტება თბილისის ქუჩებში, არაადეკვატურია. მათთან შეუძლებელია საუბარი ფაქტებითაც კი. აი თითქოს ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი რაღაცა სქემა არის, ესეთი მანტრასაობით არის ჩადებული, რომ აი ევროპა არის წმინდათა წმინდა, ეს არის წმინდა ტაძარი, საკრალური ტაძარი და იმის იქით მათთვის ცხოვრება აზრს კარგავს. ანუ მასას ეს ქალბატონი საქართველოს ისტორიის უმეცარი ქალბატონი უწოდებს ჩვენს წინაპრებს, რომლებსაც დასავლეთი მიაჩნდათ საქართველოს ბუნებრივ წიაღად და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დასავლურ წიაღში აღმოჩენილიყო საქართველოს და დასავლური უსაფრთხოების ქოლგა გადაფარებოდა მოყოლებული ვახტანგ გორგასლიდან და იქამდეც. ანუ ნუ შეურაცხყოფთ სახსა ჩვენსა, ნუ მიატოვებთ სიყვარულს ბერძენთასა. ამის იქით არ ვიცი მე გიორგი მთაწმინდელი, მისი ძმა ეფრემ მცირე, იოანე პეტრიცი, ანუ ეს ხალხი ხო ყველა მანტრასავით იმეორებდა იმას, რომ დასავლური განათლება მნიშვნელოვანი მანტრასავით თარგმნიდა დასავლურ ლიტერატურას, მაშინდელ მოწინავეს, არა მხოლოდ თეოლოგიურს, არამედ ანტიკურსაც. ამის მიღმა რო წავიდეთ, ანუ სულხან საბა ანუ მაგან რო იარა ასე იმისავით, რა ქვია, საერთოდ ცხენით წავიდა ევროპაში, თბილისის ქუჩებში კი არულია, ეს მასადადისო აქეთ-იქითო ცხენით წავიდა ევროპაში, ერეკლე მეორე, რომელიც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროპაში დაედო-ბინა და საბოლოო ჯამში ეს რუსული არჩევანიც იმიტომ გააკეთა, რომ ცივილიზაციური მტრის ირანის წინააღმდეგ რუსეთის გარდა მოკავშირე მაშინ ვერავინ ვერ იპოვა. ანუ ეს ხალხი, რომელიც შთაგონებულია ვახტანგ გორგასლით, ძმები მთაწმინდელებით, ეფრემ მცირეთი, იოანე პეტრიძით, დავით აღმაშენებლით, თამარით, სულხან საბათი, დავით გურამიშვილით. ეს თურმე ყოფილა მასა, ეს უფრო დაბალი განვითარების კოცია, ვიდრე ეს მეორე კოცი, რომელიც ახლა ალაპარაკდება, იმიტომ რომ ეგრევე თავის მართლებას იწყებს რა, იმიტომ რომ თან ხოლ ამაზაც სიარული უნდათ. ეხა ამ ურბანულ კოცებს რა და შეხედეთ ახლა რა შემოდის. ჩვენ ხო ხედავთ რა ხდება ევროპაში. კი ბატონო. ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ითით რა არის, რატომღაც ამ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში გონიათ, რომ ჩვენ არ ვიცით რა არის ევროპული კულტურა და მათ იციან. და მათ სინამდვილეში არ იციან რა არის ევროპული კულტურა. ის ევროპული ღირებულებები, ფსევდო ღირებულებები, რომლებსაც ისინი აიგივებენ ევროპასთან, ეს არის ევროპის ის რამაც მოკლა ევროპის სული. ჩვენს წარმოდგენაში ევროპა იყო ნერიხ მარია რემარკის ტრიუმფალური თაღი, იყო ანა მანიანის მამა რომა, ეს იყო შეიძლება მიშელ ლეგრანი, ხო? აი ის ევროპა, ის დროს უთქვასავით გარდასული, ან ფილიპის დროს უთქვასავით გარდასული. ის ევროპა, რომელიც ჩვენ გვინდოდა და რომლისკენაც ჩვენ ვიყავით ხო შეყვარებულები მასში და გვინდოდა მასთან ურთიერთობა, მას შემდეგ რაც ჩვენი მასთან შეხვედრა მოხდა, იმ ადამიანებმა, ვინც თავის თავი აი ამ მემკვიდრეებად გაგვისაღეს იმ ევროპის, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფოთ, ჩვენ უბრალოდ მოგვატყუეს. თქვენი აზრით რა მანძილი დასჭირდება, რა დრო დასჭირდება ადამიანს, რომ ეგვიპტიდან ისრაელამდე, იერუსალიმამდე ფეხით ჩავიდეს. დაახლოებით 1 თვე ნახევარი. და ეხა აი ამ ქალის მაგალითზე ავხსნი, რატომ დასჭირდა მოსეს 40 წელიწადი თვენახევრის მანძილის აი ესე გასავლელად. რეალურად ეს ქალი რას ყვება, ხედავთ? ანუ ეს ქალი იხსენებს რუსეთის კოლონია რო იყო, აი კოლონიზატორის ჭურჭურუტანა რო ქონდა ამოჭრილი თავის საკანში, რა ევროპასაც იქიდან პატრონი, ანუ დიდი ძმა, ანუ რუსეთი ანახებდა. იმ ევროპას ხედავს და იმ ევროპას, ის ევროპა ახსენდება. ლეგრანს იხსენებს და ანამანიანს იხსენებს. წარმოდგენა არა აქვს რაზე დგას ევროპული ფასეულობები, დასავლური ფასეულობები. ეს არის საბჭოთა მონა,
რომელსაც საბჭოთა ციხის საყნიდან აყურებინეს რაღაც, წარმოდგენა არ აქვს ეს რაღაც, როგორ შეიქმნა საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, რომ ევროპული ფასეულობა ოდითგანვე და ახლაც და დასავლური ფასეულობა არის გამოხატვის თავისუფლება, რომ აღმაშფოთებელი აზრების, რომ ყოვლად მიუღებელი აზრების თავისუფლება მოიტანა, ის შედეგი და ის მომხიბვლელი შედეგი, რასაც ეს საბჭოთა ჭუჭრუტანიდან აი ესე მონის თვალებით ხედავდა. და რეალურად რატო გჭირდება იცით ამდენი ხანი განსხვავებით აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებისგან, რომ ჩვენ საფრთხმულ მიწამდე მივიდეთ და თავისუფალი უსაფრთხო რესპუბლიკა დავაფუძნოთ? იმიტომ რომ ჩვენი გონება გაცილებით უფრო მეტადაა ატროფირებული მონობაში. ჩვენ ტვინი ამოგვაცალეს ბოლშევიკებმა და ჩვენში ჩატარდა მეხსიერების წმენდის და წაშლის ისეთი პოლიტიკა, რომელმაც მერე აი ეს მონობაში ატროფირებული ტვინები დატოვა უმრავლესობაში აი ამ ქვეყანაში. და ამიტომ გაგვიგრძელდა ამდენი ხანი და ახლა რა პროცესიც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ქუჩებში, სწორედ აი მონობაში ატროფირებული რეგენერირებული ტვინია. ამიტომ დაჭირდა მოსეს 40 წელიწადი იქამდე მისასვლელად, რომ მონობაში ატროფირებულ ტვინიან თაობას სჭირდება გამოცვლა. თაობაში ამ შემთხვევაში ასაკი კი არ იგულისხმება, ეს ქალი ჩემ ხელაა სადღაც ალბათ შეიძლება ჩემზე პატარაც. უბრალოდ იმ ჩვევებზეა საუბარი, რა ჩვევებიც საბჭოთა მონობის დროს გამომუშავდა და იმ აღქმებზეა საუბარი, რა აღქმებიც საბჭოთა მონობის დროს გამომუშავდა. და აი იმ წაშლილი მეხსიერების აღდგენაზეა საუბარი, რაც საბჭოთა ბოლშევიკურმა რეპრესიების პოლიტიკამ, სტალინურმა რეპრესიების პოლიტიკამ წაშალა. ამიტომ არ ესმის ამ საბჭოთა მონობაში დეგრადირებულ ადამიანს რა ხდება ახლა თბილისის ქუჩებში. უხანსაბაზე რო კითხო ეხა პატივისცემით მოიხსენიებს ყველა შემთხვევაში, მაგრამ ვერ ხვდება რომ შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც იმ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, რომელიც 340 დღეა თითქმის უკვე თბილისის ქუჩებში გაუჩერებლად უწყვეტად აპროტესტებენ საქართველოს ევროპული დასავლური ორბიტიდან, ანუ მისი ბუნებრივი წიაღიდან მოწყვეტას. როდესაც ასე ახლოს ვართ. რეალურად ეს ადამიანები იცავენ იმას, რაც ერეკლე მეორეს უნდოდა, იცავენ იმას, რაც ილია ჭავჭავაძეს უნდოდა, იცავენ იმას, რაც სულხან საბას უნდოდა, იცავენ იმას, რაც ეგრისის სახალხო კრებაზე გადაწყდა მე-6 საუკუნეში, იცავენ იმას, რაც ვახტანგ გორგასალმა დაგვიბარა, იცავენ იმას, რაც დავით აღმაშენებელს უნდოდა. და აი ეს საბჭოთა მონობაში გაფუჭებული ტვინი აი ამ ყველაფერს უწოდებს შეუგნებელ მასებს, რომლებსაც ფაქტებით ვერ დაელაპარაკები. აი ეს არის ზუსტად ორველის რეალობა და ორველის ცხოველების ფერმა. როდესაც თავისუფლება მონობა, ფაქტები აღარ არის, სიმართლე არ არსებობს და ყველაფერი მოსულა. მათ შორის აი ესეთი უგვანების ეთერში ჯდომა, აზრების ფრქვევა და ეს ყველაფერი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ეს ქალი ურბანულ კოდს განასახიერებს და ნებისმიერ კოდს რო დაელაპარაკოთ, თქვენ აი ევროპაზე ხელი ბიძინამ რატო აიღო? აი ზუსტად ამ არგუმენტებს მოგიყვანთ, რომ ეხლა ევროპა აღარ არის ევროპა სინამდვილეში და ევროპა ის იყო, რასაც ესენი საბჭოთა ფანჯრიდან უყურებდნენ. ეს არის სისულელე. ეს არის ზუსტად საბჭოთა მონობაში დამახინჯებული ტვინი და დამახინჯებული აზროვნება. და სწორედ ამ აზროვნების გაზავება ხდება ახლა. საბჭოთა მონობაში ატროფირებული ტვინის რეგენერაცია ხდება და ამას ვხედავთ თბილისის ქუჩებში. და ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ აი ეს ენერგია აუცილებლად დემოკრატიულ თავს გამოიბავს და აუცილებლად მივა აღქმულ მიწამდე და 40 წლის თავზე უკვე დასავლური უსაფრთხოების სტრუქტურებში ვიქნებით და იქამდე ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ აი ამ მახინჯი პოსტსაბჭოთა რეჟიმისგან, მასთან ერთად გავთავისუფლდეთ საბჭოთა ტოტალიტარული მემკვიდრეობისგან და აი ამ ავტოკრატი ლიდერებისგან, მათ შორის ჩვენს ფლანგზეც და ჩვენ აუცილებლად მივალთ სწორ დროს აღქმულ მიწამდე. ევროპულ და დასავლურ უსაფრთხოების სტრუქტურებში ვიქნებით. თუ რასაკვირველია ნებისყოფა გვეყო და იმ ადამიანებს, რომლებსაც მასებს გვიწოდებენ, შეუგნებლებს გვიწოდებენ, ფაქტების უარმყოფლებს გვიწოდებენ, ვიარეთ, მტკიცეთ მშვიდად ბოლომდე.